გვინდა თუ არა ამის გაცნობიერება, Homo sapiens, ჩვენ, მხოლოდ ერთ-ერთი ვართ Homo-ს გვარში შემავალი 10-ზე მეტი ადამიანის. ჩვენი გვარის ყველაზე ადრეული წარმომადგენლები სავარაუდოდ დაახლოებით 2.8 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ. ეს დასკვნა ეფუძნება ნამარხს LD350, ძლიერ დაზიანებულ ქვედაკბას ზრდასრული ინდივიდისგან, რომელიც შესაძლოა Homo habilis-ის ან Homo rudolfensis-ის წინაპარს ეკუთვნოდეს და ამჟამად Homo-ს გვარის ყველაზე ძველ დადასტურებულ ნამარხად ითვლება. პირველი ადამიანების გაჩენის შემდეგ შეინიშნება ზოგადი ტენდენცია. Homo-ს გვარის უფრო ახალი სახეობები დროთა განმავლობაში ნაკლებად არქაული, უფრო განვითარებული და ტექნოლოგიურად უფრო წინწასული ხდებიან. თუმცა 2015 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილმა უცნაურმა ახალმა სახეობა ეს წარმოდგენა სრულად ეჭვქვეშ დაავენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ახალი ცნობილი სახეობაა, მას მოულოდნელად პრიმიტიული ანატომია ჰქონდა. უფრო მეტად გავდა ჩვენს უძველეს წინაპრებს, ვიდრე ახლო ადამიანურ ნათესავებს. ეს პარადოქსი მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ საიდუმლოთაგან, რომლებიც Homo naledi-ს აკრავს. Homo naledi-ს ყველა ცნობილი ნაშთი მხოლოდ ერთი ადგილიდანაა აღმოჩენილი, უკიდურესად სახიფათო Rising Star-ის მღვიმეთა სისტემიდან. ამ მღვიმის კვლევას 10 წლეულები დასჭირდა და თავიდანვე გაჩნდა მთავარი კითხვა: როგორ მოხვდნენ ეს ინდივიდები იქ საერთოდ? მღვიმის შიგნით კვლევარებმა აღმოაჩინეს არაერთი ჩონჩხი, არამედ 15-ზე მეტი ინდივიდის ნაშთები და გასაოცრად კარგად შემონახული. მხოლოდ თავდაპირველმა გათხრებმა 1500-ზე მეტი ძვლის ფრაგმენტი გამოავლინა, რამაც მეცნიერებს სახეობის ანატომიის დიდი ნაწილის აღდგენის შესაძლებლობა მისცა. ნაშთების მაღალი ხარისხის წყალობით დადგინდა, რომ Homo naledi ცხოვრობდა დაახლოებით 335.000-დან 233.000 წლამდე პერიოდში, შუა პლეისტოცენში, დაახლოებით იმავე დროს, როცა ჩვენი საკუთარი სახეობაც გაჩნდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია მათი დროითი ჩარჩო და არის ნამარხების სიმრავლე, მეცნიერებს დრემდე უჭირთ მათი ზუსტი ადგილის განსაზღვრა ადამიანის ევოლუციურ ხეზე. მარტივად რომ ვთქვათ, Homo naledi არ გავს თავის ეპოქას, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და დამაბნეულ სახეობად აქცევს, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. Homo naledi-ს ანატომია საუკეთესოდ შეიძლება აღწეროთ. ეს იყო თვისებების ნაზავი, რომლებიც გვხვდება შედარებით ახალ ჰომინინებში, როგორიცაა თანამედროვე ადამიანი და ნეანდერტალი, და იმ ნიშნებთან ერთად, რომლებიც ბევრად უფრო უძველესი წინაპრებისგან იყო მემკვიდრეობით მიღებული. თავდაპირველად ისინი თავიანთი დროისთვის უკიდურესად მცირე ზომის იყვნენ. ცნობილი ნიმუშების საშუალო სიმაღლე, როგორც მამრებში, ისე მდედრებში, დაახლოებით 153 სანტიმეტრში ადგენდა. მათი სხეულიც საოცრად თხელი იყო, რის გამოც ძალიან მსუბუქები იყვნენ. ინდივიდების უმეტესობა 40 კილოგრამზე ნაკლებს იწონიდა, რაც საშუალო Homo sapiens-ზე დაახლოებით 35%-ით ნაკლებია. ამან Homo naledi თავისი ეპოქის მეორე ყველაზე პატარა ადამიანურ სახეობად აქცია. ყველაზე პატარა ტიტული კი ინდონეზიაში აღმოჩენილ Homo floresiensis ეკუთვნის. Homo naledi აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობდა, რაც მის მცირე ზომას ბევრად უფრო უჩვეულოს ხდის. თუმცა ანთროპოლოგებისთვის მათი სიმაღლე ყველაზე უცნაური არ ყოფილა. ეს მათი ხელები იყო. Homo naledi-ს ხელები განსაკუთრებულად დამაბნეველია. ერთი მხრივ პირდაპირ მნიშვნელობითაც მათ ჰქონდათ განვითარებული მაჯის ანატომია და ძლიერი, ადამიანის მსგავსი ცერა თითი. ეს ნიშნები ძალიან გავს ნეანდერტალებისა და თანამედროვე ადამიანებისას და ჩვეულებრივ იარაღების გამოყენებას უკავშირდება. მაგრამ მკვეთრი კონტრასტის სახით, მათი თითები გრძელი, ძლიერად მოხრილი და პროპორციულად წაგრძელებული იყო. ნიშნები, რომლებიც არქაულად ითვლება და მჭიდროდ უკავშირდება მოჭიდებასა და ცოცვას, განსაკუთრებით ხეებზებით. ხელების გარდა ეს ტენდენცია სხვა ნაწილებშიც გრძელდება. Homo naledi-ს ნეკნები მხრები და მენჯი სტრუქტურულად უფრო პრიმიტიული იყო, რაც კიდევ უფრო ამყარებს აზრს, რომ ისინი მნიშვნელოვან დროს ატარებდნენ ცოცვასა და ხეებზე ცხოვრებაში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ანთროპოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ Homo naledi Homo-ს გვარის სხვა სახეობებთან შედარებით უფრო არბორიალური იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისი მაჯები და ცერა თითები თითქმის ჩვენსასგან არ განსხვავდებოდა. ეს უჩვეულო ცხოვრების წესი შესაძლოა გადარჩენის სტრატეგია ყოფილიყო. ხეებზე ცოცვა მათ მტაცებლებისგან იცავდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი მცირე სხეულის ზომის გათვალისწინებით. თუმცა საიდუმლო აქ არ სრულდება, რადგან Homo naledi მხოლოდ ხეებზე ცხოვრებისთვის არ იყო ადაპტირებული. ისინი მიწაზეც საოცრად ეფექტური მოლაშქრეები იყვნენ. მათი ჩონჩხი აჩვენეთ ძლიერ დუნდულა კუნთების მიმაგრებებს, კარგად განვითარებულ ლაინია ასპერას, ფართო მუხლის, პატელებს, წაგრძელებულ წვივებს და მტკიცე ფიბულას. აშკარა მტკიცებულებას იმისა, რომ
ოსტატ ცოცვასთან ერთად ისინი სწორმდგომები იყვნენ, რომელსაც მიწაზე დიდი მანძილების დაფარვა შეეძლოთ. კიდევ უფრო გასაოცარია ის, რომ მიუხედავად იმისა, მათი თითები ძლიერად განსხვავდებოდა და ადამიანის თითებისგან, მათი ტერფები სრულიად ასეთი არ ყოფილა. სინამდვილეში ნალედის ტერფები სალცრად გავს ჩვენსას, რაც ნიშნავს, რომ ისინი მიწაზე არამხოლოდ გადაადგილდებოდნენ, არამედ ამას თითქმის თანამედროვე ადამიანებისგან განურჩეველი სიარულის სტილით აკეთებდნენ. ამ უჩვეულო ნაზავმა, არბორეალური და მიწიერი ადაპტაციების ერთობლიობამ, დიდი დებატები გამოიწვია იმის შესახებ, რატო განვითარდნენ ისინი ასე. ზოგი ვარაუდობს, რომ ჰომო ნალედი თითქოს დროში ჩარჩენილი ადამიანები იყვნენ. თუმცა უფრო რეალისტური ახსნები ყურადღებას ლებას ამახვილებს სამხრეთ აფრიკის გარემოზე მათი არსებობის პერიოდში. ამ დროისთვის აფრიკაში უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გადასვლა მჭიდრო ტყეებიდან უფრო ღია სავანეებზე, რის შედეგადაც ხეები ნაკლებად ხშირი და ერთმანეთისგან უფრო დადაშორებული გახდა, განსაკუთრებით მზარდად შალ პირობებში. ამის გამო ნალედები შესაძლოა დიდხანს რჩებოდნენ ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაგრამ რესურსების შემცირებისას ალბათ პერიოდულად იძულებულნი ხდებოდნენ გადასახლებულიყვნენ. სხვები კი ვარაუდობენ, რომ რადგან მათი ნაშთები მღვიმეში იქნა აღმოჩენილი, მათი ანატომია შესაძლოა კლდეებსა და კლდოვან რელიეფზე ასვლაშიც ეხმარებოდა და ასეთ ადგილებს თავშესაფრად იყენებდნენ. თუმცა კარგი ცოცვის უნარი ავტომატურად არ ნიშნავს მღვიმეში ცხოვრებას. და მნიშვნელოვანია, რომ მღვიმეში ადამიანის მიერ დამზადებული არც ერთი ნივთი არ აღმოჩენილა, რაც ხანგრძლივ ბინადრობას დაადასტურებდა. ამ ხეებისა და მიწის დაპირისპირების თავსატეხს კიდევ ერთი მოულოდნელი დეტალი ამატებს მათი კბილები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უჩვეულოდ პატარა იყო, ნალედის კბილებს სქელი მინანქარი ჰქონდათ. ნიშანი, რომელიც არქაულად ითვლება და ეწინააღმდეგება ჰომოს გვარში დამკვიდრებულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც დროთა განმავლობაში მინანქარი თხელდება. პრიმიტიულ მოლარულ მორფოლოგიასთან ერთად, ამან წარმოშოვა უკიდურესად განძლე კბილები, რაც კიდევ უფრო აბუნდოვანებს, თუ სად უნდა განვათავსოთ ჰომო ნალედი ადამიანის ევოლუციურ ისტორიაში. და როგორც მოსალოდნელი იყო, საიდუმლო კიდევ უფრო ხმავდება, როცა მათ twins შევხედავთ. მათი მცირე სხეულის ზომის გათვალისწინებით თავიდანვე ცხადი გახდა, რომ ნალედის ქალას ტევადობა მცირე იყო. დადასტურებულად 465-დან 610-მდე კუბურ სანტიმეტრამდე, რაც თანამედროვე ადამიანის ტვინის დაახლოებით ნახევარია და ადამიანის ჩვილების ტვინის ზომას შეესაბამება. სხეულის პროპორციებთან შედარებით ეს ტვინი გამორჩეულად პატარა იყო, რაც შეზღუდულ კოგნიტიურ შესაძლებლობებზე მიუთითებს. სამწუხაროდ მხოლოდ ანატომია ამის დადასტურებას ვერ შეძლებს. დღემდე არც ერთი იარაღი, ტექნოლოგია ან კულტურული არტეფაქტი არ არის უთხოვარად დაკავშირებული ნალედისთან. არც კი თავად Rising Star-ის მღვიმეში, რის გამოც მათი ნამდვილი კოგნიტიური შესაძლებლობები კვლავ მტკივნეულად გაურკვეველი რჩება. ყველაზე დამაბნეველი საიდუმლო Rising Star-ი მღვიმე. ეს მღვიმე, რომელიც სამხრეთ აფრიკაში, მალმანიის დოლომიტებში მდებარეობს, პირველად 1990-იან წლებში იქნა აღნიშნული. თუმცა თითქმის არ იყო დამუშავებული მისი საშიშროებისა და სირთულის გამო. 10 წლეულების შემდეგ ანთროპოლოგების ჯგუფმა იგი ხელახლა შეისწავლა და სრული შემთხვევითობით აღმოაჩინა მღვიმე, რომელიც ახლა დინალედის მღვიმის სახელითაა ცნობილი. შიგნით ადამიანის ძვლები იპოვეს. არა რამდენიმე, არამედ 1500-ზე მეტი, 15 სხვადასხვა ინდივიდის, ბავშვებიდან მოხუცებამდე. ეს მყისიერად იქცა აფრიკაში აღმოჩენილ ჰომინინთა ყველაზე მდიდარ ასოცირებულ ნაშთთა კოლექციად. მაგრამ აი რაც არის უცნაური, ეს ძვლები იქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. მღვიმემდე მისაღწევად იქ არის გრძელი, აბსოლუტურად ბნელი დერეფნები, უკიდურესად ვიწრო გასასვლელებით, კბილან და კბილანდო ფერდობზე ასვლა, კიდევ ერთი ვიწრო მონაკვეთის გავლა და ბოლოს 12 მეტრიან ვერტიკალურ შახტაში ჩასვლა. და ეს მხოლოდ შესასვლელამდე. მოკლედ, ამ კამერაში შემთხვევით ვერავინ აღმოჩნდება. სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. პირველი თეორიის მიხედვით, წყალდიდობამ გადაიტანა უკვე გარდაცვლილი ადამიანები მღვიმეში და შახტაში დამარხა. თუმცა ნალექების კვლევა მაჩვენა, რომ მღვიმე არასდროს დადბორილა და სხეულები იქ დიდი დროის განმავლობაში ეტაპობრივად განთავსდა. ამან მეორე თეორია წარმოშვა. იქნებ ნადირმა შეათრია ისინი, მაგრამ კვლევრები სკეპტიკურად იყვნენ. ყველა ნაშთს შორის იყო მხოლოდ ადამიანის ძვლები და არც ერთი ცნობილი მტაცებელი არ ნადირობს მხოლოდ ადამიანზე. თანაც არც ერთ ძვალს არ ჰქონდა კბენის კვალი ან ჭამის ნიშანი. სინამდვილეში ძვლებს თითქმის არ ჰქონდათ დაზიანება, რაც ნიშნავდა, რომ ისინი 12 მეტრიანი შახტიდან არ გადმოუგდიათ. ისინი ფრთხილად იყო მოთავსებული. ამან კი უსიამოვნო კითხვა გააჩინა. ვინ გაივლიდა ესეთ უკიდურეს ვიწრო სისტემას მხოლოდ სხეულების დასატოვებლად? პასუხი სავარაუდოდ იმავე არსებებში უნდა ვეძებოთ, ვისი ნაშთებიც იქ იპოვეს. სრულიად ახალ ადამიანურ ჯიშში
რომელსაც მოგვიანებით Homo naledi უწოდეს. ყველა სპეციალისტი შეთანხმდა, რომ Homo naledi ელემენტარულ იარაღებს იყენებდა ტვინის სტრუქტურის მიხედვით, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ მათ ჰქონდათ განვითარებული ცოცვისა და ნავიგაციის აღჭურვილობა. ასე რომ კითხვა რჩება, როგორ აღწევდნენ ისინი შახტამდე? თანაც სხეულებით. სიმართლე ის არის, რომ არ ვიცით. ზოგს მიაჩნია, რომ ისინი ცეცხლს იყენებდნენ გზის გასანათებლად და ნიშნებს არტოვებდნენ. მაგრამ ყველა ახსნა კრიტიკის ქვეშ მოექცა. ანდაც კი რომ ნალედი თავად ათავსებდა სხეულებს იქ, დღემდე კამათი საგანია. ზოგი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნალედის ნაშთებია აღმოჩენილი, სხეულები სხვა სახეობის ადამიანს შეიძლება მოეთავსებინა. ერთი ჰიპოთეზა კი იმასაც ამბობს, რომ თანამედროვე ადამიანებმა დამარხეს ისინი ნალედის გადაშენების შემდეგ, რაც კიდევ უფრო უცნაურად ჟღერს. და გუწმყელად რო ვთქვათ, სხეულის დამარხვა ვიწრო მღვიმის სიღრმეში და იქამდე მიღწევა მაინც წარმოუდგენლად ექსტრემალურია. ამის შედეგად დიდი მტაცებლები სავარაუდოდ სხვა ადგილებში ნადირობდნენ, სადაც ნადავლი უფრო უხვი იყო. ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, გარემო ფაქტორებმა საბოლოოდ Homo naledi-ის გადაშენება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ Rising Star-ის მღვიმე ერთადერთი ადგილია, სადაც მათი ნაშთებია აღმოჩენილი, თავად მღვიმე მიზეზი არ ყოფილა, რადგან სხეულები იქ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გროვდებოდა. ამის ნაცვლად რეგიონში კლიმატური არასტაბილურობა შესაძლოა ზედმეტად მკაცრი აღმოჩნდა, ხოლო ნალედის პოპულაციებმა ვერ შეძლეს წარმატებული მიგრაცია. მათი ცნობილი ნამარხების ქრონოლოგიური დიაპაზონი მხოლოდ დაახლოებით 100,000 წელს მოიცავს, რაც ადამიანური სახეობისთვის შედარებით მოკლე პერიოდია. მიუხედავად ამისა, მომავალმა აღმოჩენებმა შესაძლოა ეს იდუმალება საბოლოოდ ახსნას და გვიჩვენოს, რომ Homo naledi არანაკლებ გამორჩეული იყო, ვიდრე ჩვენი სხვა ადამიანური ნათესავები.